ქვაუგუნურმა გულს საშინა თვისა, არა არის ღმერთი. ასეთი კაცი წყდიაც მოუცავს, აზრი აქვს ერთი. თუ როგორ განვლოს ეს ცხოვრება, რა სვას, რა ჭამოს, ვნებით მოცულმა მამონას კერპი, რით გამოყვებოს. ზოგი კი ამბობს, რომ სწამს ღმერთი, ღმერთს კი არ იცნობს. მას არ სჭირდება ღვთივდადგენილი, ცუდად არ გისობს. ღმერთმა მღვდელს მისცა ძალა და მადლი კაცთა მწყემსვისა, ხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისა. არიან კიდევ ჩემნაირები, ჩვენ ვამბობთ ვიცით. ჩვენს ცოდნას ღმერთი მკაცრად მოგკითხავს, მივაგებთ რითი? შუალედური გვაწყობს ცხოვრება მიწის და ცისა, დავეგოთ უფალს, რათა ვიწოდეთ ჩვენ შვილ მაღლისა. Mart vilocot Upalo shebitzale Ichvaroden dafiyaruli gleni Rametu sasideli tveni didasadashina Sibrznit ave martenit Zve
მარტენი და ისმინე წმინდა სახარება მშვიდობა ყოველთა იოანესაგან წმინდის სახარების საკითხავი დინება შენ და უყვალო დინება შენ მოხედენ რქვა უფალმანთვის და მოწაფეთა ამას გამცნებთ თქვენ რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს უკეთუ სოფელი გძულობს თქვენ უწყოდეთ რამე თუ პირველად მე მომიძულა უკეთუმცა სოფლისაგან იყვნენ სოფელიმცა თვის და ყვარობდა რამე თუ არა სოფლისაგანი ხართ თქვენ არამედ მე გამოგირჩიენ თქვენ სოფლისაგან ამისთვის ძულ თქვენ სოფელსა მოიხსენეთ სიტყვა იგი რომელი გარკვ თქვენ არა არს მონა უფროს უფლისათვის ისა უკეთუ მე მდევნეს თქვენცა გდევნენ უკეთუ სიტყვარი ჩემი დაიმარხნეს თქვენისა დაიმარხნენ არამედ ესე ყოველი გიყონ თქვენ სახელისა ჩემისათვის რამე თუ არა იციან მომავლინებელი ჩემი უკეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდი მათ ცოდვაც არ აქვთ ხოლო აც მიზეზი არ აქვთ ცოდვათა მათთვის რომელსა ვძულდე მე მამაცა ჩემის ძულს უკეთუმცა არა ვქმენ საქმენი იგი მათ შორის რომელიც სხვამან არავინ აქვნა ცოდვაც არ აქვთ ხოლო აც მიხილეს და მომიძელეს მეცა და მამაცა ჩემი არამედ რათა ღესულოს სიტყვა იგი რომელიც ჯუსამაცა წერილარს რამე თუ მომიძულეს მეცუდად ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის მცემელი იგი რომელიმე მოვალინო თქვენ და მამისა ჩემისა მიერ სული ჭეშმარიტებისა რომელი მამისაგან გამოვალს მანს წამოს ჩემთვის და თქვენცა მოწამე ხართ რამე თუ დასაბამიდან ჩემთან ახართ ამას გეტყოდით თქვენ არა დაბრკოლდეთ კრებულისაგან გაგასნენ თქვენ არამედ მოვალ ჟამი რათა ყოველმან რომელმან მოგწვიდნეს თქვენ გონებდეს ვითარმე მსხვერპლის შესწირა ღვთისა დინება შენ და უყვალო დინება შენ და ქრისტე აღზამბრეთი სიკვდილი და სიკვდილისა დამკურველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი ქრისტე აღზამბრეთი სიკვდილი და სიკვდილისა დამკურველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი თქვენზე და მისეთა მადედა და კაცთ მოყარებითა ყოველდღიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ქრისტიანს და მკრეთის სიკვდილთა სიკვდილისა დამწკუნველი დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმიჯებელი ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეოხები და ყოველდღიურისა დედისათვისა და წმინდა დიდებულთა ყოვლადქებულთა მოციქულთა წმინდისა მამისა ჩვენისა იოანე პროფირისა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა და წმინდისა დიდისა მოწამისა ძლევოს შემოსილისა და საქმეთმოქმედისა გიორგისა რომელსაც სენებასაც აღვასრულებთ ჩვენ დღეს მოწამისა დედოფლისა ალექსანდრასი მოწამეთა ანატოლისა და პროტოლიონის და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახი იერარს და კაცთ მოყვარე ამინ ქრისტე აღზამბრეთი სიკვდილი და სიკვდილისა დამკურველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი სახელი და მამისა და დედისა და წმინდისა სულისა და ამინ ჩვენთან არს ღმერთი ჩვენ ალბათ იცით რომ ლაპურადებას აქცევთ რომ ყოველთვის როცა დიდი მოწამის ხსენება არის ეს ნაწილი იკითხება იოანეს სახარებისა და გასაგებიც არის რატომ რომ ამ
მოწამეებსა ის დრო მოვა რომ ადამიანები გახდებიან მოწამეები და აღსარებლები ეს დრო ახლოვდება და ამაზე უფალმა უკვე თვით მოციქულებს და მოწაფეებს წინასწარ უკვე უთხრა და გააღვწევა. თქვა უფალმა თვის და მოწაფეთა ამას გამცნებ თქვენ რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს. ეს თავარი მცნებაა რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს თუ კი ვართ ქრისტიანები. უკეთო სოფელი გძულობს თქვენ უწყოდეთ რამე თუ პირველად მე მომიძულა. აი ეს სიძულვილი ქრისტიანების მიმართ რომელიც იყო პირველ საუკუნეებში და ეხლაც არის სხვა ფორმით მაგრამ ეს იგივე სიძულვილია. ეს იგივე სიძულვილია რა. გამომდინარეობს იქიდან ეს სიძულვილი რომ ადამიანებს არ სწამთ ღმერთი. უკეთუნცა სოფლისაგანი იყვნენ სოფელისათვის და ყვაროდა. რამით არა სოფლისაგანი ხართ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქვენ სოფლისაგან, ამისთვის ძულ თქვენ სოფელსა. აი, გასაგებად აუხსნა უფალი ეს ყველაფერი რა. საიდან გამომძინარეობს ეს სიძულვილი. იმიტომ რომ სოფლისაგანი არიან, ემორჩილებიან ამ წუთის სოფელს, ამ წუთის სოფლის სულს და ხორციელნი არიან რა. და დღესაც ესეა რა, ჩვენ ხო ხშირად ვამბობთ თითქმის ერთ და იგივეს რა. ესენი დღევანდელი ეს ნაწილი საზოგადოება ემსახურება ამას სოფლის სულს. მედროვეები არიან და ემსახურება ამას სოფლის სულს. მაგრამ ამას სოფლის სული რას წარმოადგენს და ვის ეკუთვნის ხო ვიცი და რა. მეფობს დაცემული სატანა და ადამიანები უამრავი ადამიანი მისი ნებით და მისი სულით მოქმედებენ რა და ასრულებენ მის ბოროტსულის და ბოროტძალების ნებას. მოიხსენეთ სიტყვა იგი რომელი გაგთქვენ არ არის მონა უფრო სულისათვის ისა უკეთო მემდევნეს თქვენცა გდევნენ უკეთო სიტყვანი ჩემი დაიმარხეს თქვენისა დაიმარხნენ არამედ ესე ყოველი გიყონ თქვენ სახელისა ჩემისათვის რამე თუ არაიციან მომავლინებელი ჩემი ისევ და იგივე იმეორებს თითქმის უფალი რა რომ გამომდინარეობს ეს სიძულვილი ამათი მხრიდან იმის გამო რომ ღმერთი არ იციან არ სწამთ ღმერთი სინამდვილეში აი როგორ არ გავიხსენოთ რა. აი ღებულობენ კანონებს ხო? აი წინა პარლამენტის ღებულობდა ხო გახსოვთ ეს კანონი რა, ანტიეკლესიური კანონი რომ მიიღეს. მაშინ გამოვიდა ეკლესიის მეტაური, მთელი ეკლესიასაც წინააღმდეგოდ. და რა თქვეს რა? რატომ ნერვიულობთ რა? არაფერი აქ არც ეკლესიის არაფერი საშიში არ არის რა. თქვენ უბრალოდ არ გესმით შინაარსიო რა. და მიიღეს ეს ანტიეკლესიური კანონი. გავიდა დრო ეხლა ავირჩიეთ ახალი პარლამენტი ხო? ეხლა ამათაც მიიღეს ანტიკართული და ანტიქრისტიანული კანონი და ისე სხვა ხალხი ამბობს. თქვენ არ გესმით რა. ეს კარგი არაფერი მაგაში ცუდი არ არის. უბრალოდ თქვენ არ გესმით. პატრიარქს არ აქვს ინფორმაცია და რამოდენიმე მღვდელს და საზოგადოების ნაწილს არ ესმით რა. თორემ ძალიან კარგი კანონია. არაფერ საშიშროებას არ წარმოადგენს რა. მათ ყველაფერი კარგად ესმით და ჩვენ არ გვესმით, ნუ რა ვარ, გაუნათლებელი ხალხი ვართ რა. ესმით რა შესაქმე? საქმე კიდე იმაშია, რომ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი? გადავიდნენ ამა სოფლის სულის მსახურებაზე. და ჩვენ უკვე გავხდით მათთვის უცხოელები რა. უცხონი ვართ მათთვის ჩვენ რა. რაკი ჩვენ არა ვართ ამა სოფლის მედროვეები არა ვართ და არ თაკვანცებთ ამა სოფლის სულს. ამიტომაც მათ ესე გამოდიან რა. ნუ ალბათ არ ესმითო ამათო რა. პატრიარქს არ ესმით, ეკლესიას არ ესმით რა შეასაქმე. და ისინი არიან გენიოსები მან რომელიც ზიან
გენიოსები, წინა პარლამენტში გენიოსები იჯდნენ. და ეხლაც გენიოსების ზიან მან, ერთეულების გარდა რაც მომდა, რომელიც ნორმალურები არიან. და ჩვენ ხალხის უმრავლესობა და ეკლესიას და პატრიარქს არავის არ ესმის, რა არის, რას წარმოადგენს საშიშროებას და რაც არა. მათ ესმის და ჩვენ არ ვესმის. არამედ ესე ყოველი გიყო თქვენ სახელისა ჩემისათვის, რამე თუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. აი პასუხი ამისი რა. იმიტომ რომ სირეთ მორწმუნენი არიან და ფარისეველნი არიან. აი ადვილად გასაგები რო ითქოს რა. უკეთუნც არა ბოვე და არა ვეთყოდი მათ ცოდვაც არ აქვს და ხოლო აც მიზეზი არ აქვს ცოდვა და მათთვის. ნათქვამია არ ცოდნა არ ცოდვა ხო? მაგრამ ქრისტიანობის არ ცოდნა არის ცოდვა. და დიდი ცოდვა არის. და ვინც ამბობს რომ ვიციო ქრისტიანობა რა არის და მაინც ამას სოფლის წუთი სოფლის სისტემის ბრძანებლებს ასრულებს ეს ვინ არის ესე იგი ისა? ფარისეველი რომელიც ოღონდ პირით აღიარებს რომ ის ქრისტიანი და მართლმადიდებელია. სინამდვილეში საქმით გადავიდა სხვა ძალების სამსახურზე. ანტიმართლმადიდებლურ და ანტიქართულ ძალების სამსახურება. მოიჭი გადავიდა. და რა თქმა უნდა, ამას არ აკეთებს უანგაროდ. ეგ თავისთავად არის. სულ მაგას არ ვამბობ, რომ ჩვენ მათი ხელფასების მძევლები გავხდით. ოთის მარტივად და იგივე ვეთქვა. ამ პარლამენტის წევრებს, ანუ არა ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველებისა, სულ ყველანი ამათი ხელფასების მძევლები გავხდით ჩვენ. უკეთურს არა ვქმენ საქმე იგი მათ შორის, რომელმაც სხვამან არავინ ცოდვაც არ აქვს, ხოლო აც მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაცა ჩემი. არამედ რათა აღესრულოს სიტყვა იგი, რომელიც ჯულსა მათსა წერილ არის. მათი ჯულად უწოდებს უკვე ძველახმის ჯულს, შეხედეთ უფალი, მათი ჯულს. იმიტომ რომ გაჩერდნენ და წინ არ მიდიან. რამე თუ მომიძულეს მე ცუდად ეს წინასწარმეტყველი სიტყვებია. ხოლო რაშას მოვიდეს ნუგეში ძემელი იგი, რომელიმე მოვავლინო თქვენ და მამისა ჩემის მიერ სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს. მანს წამოს ჩემთვის და თქვენსა მოწამე ხართ, რამე თუ დასაბამისგან ჩემთან ახართ. ამას გეტყოდით თქვენ, რათა არა დაბკოლდეთ. კრებულისაგან განგასნეთ თქვენ. არამედ მოვალ ჟამი, რათა ყოველმა რომელმა მოგწვიდნეს თქვენ, გონებდეს ვითარდეთ მსხვერპლის შესწირა ღვთისა. რაც მოხდა, სწორედ რომ წმინდა გიორგის წამების დროს. წმინდა ბარბარეს და სხვა წმინდანებისა. მათ ეგონათ რომ იმით რომ ისინი აწამებდა კლავენ ქრისტიანებს, ემსახურებიან თავიანთ ღმერთებს და კარგ საქმეს აკეთებენ. დღეს კიდე როგორ არის, არა? თავიანთ მშობლიურ ქვეყანაში დევნიან მართლმადიდებლებს. რის რატო ვინ აიძულებს? სისტემა, დასავლური სისტემა აიძულებს რა. ევროსაბჭო, ამერიკა ეს ამათი უამრავი ელჩები, ამათი წარმომადგენლები, რისი ბრძანებაცაც ასრულებენ ისინი რა. აი ამან ესეცსა რომ თქვა რომ კარგია, ესე უნდა იყოს, თუ თქვენ გინდათ ევროპული ხალხების წევრი გაგახდეთ, აი ეს კანონი უნდა მიიღოთ, ეს უნდა გააკეთოთ. როგორც და მერე რა, იქ რა მოხდა? მილიონი ფრანკი გამოვიდა პარიზში. მერე რა, პური გაუგდეთ, მაინც მიიღეს ეს კანონი. ერთსქესიანთა ქორწილებს, ხარა? რატო ხდება? იმიტომ რომ ამას სოფლის სუს, დაცემულ სუს ემსახურებიან. არა ინტერესებთ მათ. ეს სოფლის ბრძანებლები აძლევენ მათ ხელფასებს, თანამდებობის ყველაფერი რა. და თავიანთი მშობლიური ხალხის აზრი არ აინტერესებთ უკვე რა. და აქაც იგივეა.
მოვიდა პატრიარქი და ისეთი წარმოადგენელი ერთი. არა, ორი ჩვენ არ იმას ვქოთ უწმინდესო. არ მოვითხოვთ მაინც და მაინც ერთსქესიანთა ქორწინებას. აი ეს არ არის ეს მოთხოვნა რა. სამაგიეროდ იმაზე არ ლაპარაკობს, რომ დაკანონებულია მამათმავლობა და მამათმავლობის პროპაგანდა და ცისფერების აღლუმები. ამას მაინც და მაინც ერთსქესიანთა ქორწინებას არ მოვითხოვთ რა. და ის თავისთავად უკვე უნდა აღიაროთ. ეს გასაგებია. დიდი მადლობა რომ არ მოვითხოვთ მაინც ერთსქესიანთა ქორწინებას. დიდი მადლობა ვალში ვართ რა. აი ციტრას გეტყვით მოკლედ გეტყვით რა. დადგა აღმსარებლობის დრო. აი ეს ნელ-ნელა მოვიდა და დადგა აღმსარებლობის დრო. აი ვინც არის ჭეშმარიტად ქრისტიანი მამულიშვილი, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და იცის ქართველობა რა არის, ქართული სული რა არის და ქართული კულტურა რა არის, ყველაფერი რა არის. აი დღეს უნდა გახდეს აღმსარებელი. სიტყვით და საქმით უნდა აღიაროს ის და უნდა აღიაროს და დაიცვას ჭეშმარიტება. თორემ მივიქანებით გეობნებით სუყველენ უფსკრულში. აი რა უნდა მოხდეს ახლა 17 მაისს. გონება შეზღუდულებმა, ავადმყოფებმა გადაიღეს ახლა ფილმი. არა ხომ იცით? ორ ქართველ მამათმავლელზე მithom რა. და ეს ფილმის პრეზენტაცია უნდა მოხდეს შოთა რუსთაველის სახელობის კინოთეატრში, რომელიც დგას ქაშვეთის ეკლესიის გვერდზე. წინ დგას ძეგლი ილიასი და ილია და წერეთელი აკაკი წერეთელი უყურებენ, უნდა უყურონ ამ კინოთეატრს, სადაც მიდის ეს ფილმი. და გვერდზე არის ეკლესია და ყველაფერი. ესე იგი, ვერ ხედავთ რომ რასაკეთებენ? ჩვენი ქვეყანა უკვე ჩვენ არ გვეკუთვნის რა. სხვები მართავენ ამ ქვეყანას. სულ უცხო ძალები რა. ლაპარაკობენ თავისუფლებაზე. არამედ ჩაგვაგდეს უყურეს უფრო საშინელ მონობაში რა. ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს. აბა მოიგეთ ხმა. უკვე მიდის გაფრთხილებები რომ იმას არ დაუშვებ და დაგაპატიმრებ და კანონების ღებულობას ხდებს რა. ესე იგი რა გამოდის რა? ხმა არ უნდა მოვიღოთ. ამან რასაც მაგათ ხოში აქვს ის უნდა გააკეთონ რა. აი ეს არის და ეს არის რა. ხმას ამოიღებ, ცუდი ხარ, იმის აგენტი ხარ, ის ისახად ისახარ რა. მაშ რა ვქნათ რა? რა უნდა ვქნათ და? უნდა დავიცვათ სიტყვით და საქმით ჭეშმარიტება და ჩვენი თვითყოფადობა. ამ ბოროტძალებისაგან, ამ იუდებისაგან, თანამედროვე იუდებისაგან, თანამედროვე ფარისევლებისაგან და სულ გაყიდული ადამიანებისაგან. უნდა დავიცვათ საქართველო. როგორც ცონებულმა ჭაბო ამირაჯიმმა თქვა, ხო ვიცით, დაიცავი საქართველო. დასაცავია საქართველო. და კიდევ ვიმეორებ რა. დადგა დრო აღსარებლობისა. აი ეს არის აღსარებლობა. როცა შენ მარტო სახში კი არ ლაპარაკობ ანახლობლებში ეს რა ხდება, ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს. არამედ ხმამაღლა უნდა დააფიქსო და აღიაროს და რომ ამათ ოღონდ ძალის სწამთ რა. ვერ ხედავთ პატრიარქისა თუ სამდელოების სიტყვა თუ ნორმალური პატრიოტი ხალხისა აქ შეგით აქედან გამოდის რა. ურად არ საერთოდ რა. თქვენი ლაპარაკით რამდენიც გინდა ჩვენ მაინც ჩვენ საქმეს გავაკეთებ, იმიტომ რომ ესეთი მოთხოვნაა. დასავლეთის მოთხოვნა. დასავლური სტრუქტურებისა როგორ ეძახიან ეს. და აქ კიდე გვამტკიცებენ რომ ჩვენ არ გვესმის, მათ უნდათ კარგი ჩვენთვის და ჩვენ კიდე არ გვესმის. ამიტომ კიდე ვიმეორებთ რა. ჩვენ ამ თანამედროვე მოიმებს არ დავემორჩილებით.
დავიცოთ საქართველოს და გავიმარჯვებთ კიდევაც. ამინ. როგორც გაიმარჯვეს მითე გიორგი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაცნოთ. უნდა ვილოცოთ. აცხოვნე ღმერთო ერი შენი. დააკრიფე სამკვდრებელი. ეს ლოცვა უნდა წაიკითხოთ ყოველდღიურად რა. აი ახლა უკვე ახლოვდება გადამწყვეტი დრო უკვე რა. ან ჩვენ, ან ისინი. ან უმრავლესობა, ნორმალური ადამიანების უმრავლესობა, ან გადაგვარდებულთა უმცირესობა. და დღეს უნდა გადაწდეს რა გზით წავა საქართველო. გავხდებით ჩვენ ზნედაცემული დასავლეთის დანამატი თუ ჩვენი გზით წავიდეთ. რომელიც გასასწრია ენა მამული სარწმუნოება. უეჭველი ნიშანია ღვთისმადლისა რა. ღვთისმადლისა და იმისა რომ მერტვი ფავრელებს და საქართველო გადარჩება რა. გადარჩება და წავა თავისი გზით და შეასრულეს მსოფლიოში თავის მისიას. მართალია ბევრს არ უნდა რომ ესე მოხდეს. მაგრამ ასე მოხდება. იმიტომ რომ ამაზე ეს არის ღვთისგანგება. დაგლოცოთ ღმერთმა. მრავალს დაესწრა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ამინ.